ჩვენ ახლა კვლავ პირდაპირ ეთერში ვთავთ რუსთაველის გამზირს, სადაც 2 საათზე მეტია უკვე მოძრაობა გადაკეტილია. 20 დღეა საქართველოს მოქალაქეები, ათასობით მოქალაქე იკრიბება პროტესტის მთავარ ეპიცენტრში, მთავარი მოთხოვნით დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ამ მოთხოვნას კიდევ ერთი დაემატა, გათავისუფლდნენ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრები. ნატალი ჯახუტაშვილი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და გვეტყვის თუ რა ხდება პარლამენტის წინ. რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება, ადამიანები დაშლას არ აპირებენ, პირიქით ემატებიან აქ მოქალაქეები და ძალიან დიდია მათი რაოდენობა. აქ არიან პრაქტიკულად ყველა სფეროდან მოქალაქეები, მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა სტუდენტები არიან, ისინი მსვლელობით წამოვიდნენ ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირიდან და საბოლოოდ შემოუერთდნენ ამ მთავარ აქციას, რომელიც ახლაც მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოსთან. ასევე აქ არიან პოლიტიკოსებიც და ჩემთან ერთად არის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი. თქვენ სისტემატიურად დადიხართ აქციებზე, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ხედავთ რუსთაველის გამზირზე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროტესტი და როგორ ფიქრობთ, შედეგს გამოიღებს თუ არა, მოუწევს თუ არა რეჟიმს უკან დახევა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა საქართველოს და დიდი წნეხის ქვეშ არის როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედანაც ქართული ოცნება, იმიტომ რომ ლეგიტიმაციას ამ დრომდე არავინ თავისუფალ სამყაროში ბიძინა ივანიშვილის გუნდს არ ანიჭებს. უკვე ხომ ნახეთ რომ იხევა ფაქტიურად ხელისუფლება იხევა, დაიხია ნაძვისხის საკითხზე და მგონი საჭირო არის რომ ყოველდღიურად გაგრძელდეს ეს აქციები. ვიცით რომ მოქალაქეები არის ერთი ნაწილი მათი დამარცხების კომპონენტით. ეს არის ერთი, მეორე არის საერთაშორისო რო ვთქვათ ზეწოლა და მესამე არის შინაგანი დაშლა, რომელსაც ძალიან ახლო მომავალში ველოდებით. ხოლ სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოვა სიტყვით, მიმართავ საზოგადოებას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. რას ეტყვის ის ხალხს, როგორ ფიქრობ და საერთოდ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები უახლოეს მომავალში? დაუთმოთ სიურპრიზის შესაძლებლობა, ესე იგი ხვალ გვეტყვის თვითონ როდის თვითონ გვეტყვის რას მოისმენთ, რასაც იტყვის, ალბათ იქნება აქცენტი, იქნება გაკეთებული ქართულ მოქალაქეობაზე და მათი გამძლეობაზე და მომავალ თხოვნა, რაც არის მთავარი, ჩვენ დახმარება ჩვენ ახალ არჩევნებზე, დანიშნვა ახალ არჩევნების დანიშნვაზე. ვიცით რომ სალომე ზურაბიშვილი იხანგრძლივებს უფლებამოსილებას, მას საჯაროდ არაერთხელ აქვს ნათქვამი ამის შესახებ, იმიტომ რომ მისი განცხადებით მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას მიტაცებული აქვს სახელმწიფო, მას სრული უფლება აქვს რომ დარჩეს პოსტზე იქამდე, ვიდრე არ ჩატარდება ახალი არჩევნები. ამის პარალელურად 29-ში ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია გაიმართება. როგორ მოიქცევა ქართული ოცნება, რას ფიქრობთ, რას პროგნოზირებთ, რას მოიმოქმედებენ ის? ვინა ოცნება? თუნდაც 29. შეკითხვა შეიძლება იყოს, რას როგორ ჩვენ ვიმოქმედებთ? სალომე ზურაბიშვილის გეგმებიც გაგვიმხილეთ თუ იცით რა. ჯერჯერობით გეგმები ცოტა ნაადრევი არის, თვითონ როცა იქნება საჭირო გამოვა და იტყვის ძალიან სწორედ და კონკრეტულად რა არის მისი გეგმები და რა შეიძლება იყოს ჩვენი საერთო გეგმები. მადლობა დიდი. ჩვენ შეგვიძლია ასევე თენგო თევზაძესაც გავესაუბროთ, კოალიცია ცვლილების ერთ-ერთ ლიდერს. ხედავთ ხო, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს 20 დღის განმავლობაში. უკვე აქ არიან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არიან ახალგაზრდები და ფაქტია რომ რეჟიმს ყველაზე მეტად აშინებს ახალგაზრდობა. როგორ ფიქრობთ, რა გაგრძელებას უნდა ველოდოთ? ერთი რაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ყოველდღიური პროტესტია და მინდა გითხრათ რომ ამ პროტესტში არ არიან ლიდერები, არ არიან პოლიტიკოსები ცალკე აღებული. ყველა ის ადამიანი, ვინც აქ არის დღეს, აკეთებს პოლიტიკას და არის პოლიტიკოსი. ვინაიდან ერთი ინტერესი გვაქვს და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და ყოველთვის გავიმეორებ იმას, რომ ამ გზაზე ახლა არის ორი აუცილებელი ნაბიჯი გადასადგმელი. ერთი ის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, მეორე მძევლები, განზრახ ვამბობ მძევლებს, იმიტომ რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ
აქციების გამო სხვადასხვა მიზეზით, ანუ ბრალის სხვადასხვა მუხლი წარუდგინა, დააკავა ჩვენი თანამებრძოლები. კეთილსინდისიერი პატრიოტი, პროევროპულად მოაზროვნე ხალხი და მათი განთავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ის რომ ახალგაზრდობა აქტიურობს, ეს ლოგიკურიც არის, ის რომ სხვადასხვა თაობის ადამიანები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის იმ პროფესიების ადამიანები, რომლებიც ხშირად აქციებზე არ გამოდიან მათი პროფესიული უნარებიდან, მათი ასე ვთქვათ გადატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს ყველა აქციაზე დადის მე-20 საჯარო მოხელეების და მნიშვნელოვანია და ვინც არ გამოდის, ვინც თავს იკავებს, მინდა უთხრა, რომ ის ვერაგული, ის არაკონსტიტუციური კანონ პროექტი, რომელიც დააინიცირეს და უკვე მიღებულია და ბოლო პროცედურებს გადის, სანამ ძალაში შევა. მათ შეუქმნის მომავალში საფრთხეს, რომ გააგრძელონ საჯარო სამსახურში. ეს ადამიანები ჩვენთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქესთვის, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის, ასე ვთქვათ, შეუფასებელი, იმიტომ რომ მათ აქვთ ის გამოცდილება და ცოდნა, როგორ ატარონ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ ჩვენ აქ ვდგომ ადამიანებს, ყველას ეს ხალხი დაგვჭირდება, მაგრამ ახლა ეს ხალხი მჭირდება ჩვენს გვერდით, ჩვენს მხარდამხარ აქციაზე და რუსთაველზე. სამსახურის შემდეგ არასამუშაო საათებში გამოვიდნენ და დადგნენ ჩვენთან ერთად, ასევე ძალიან კარგი იქნება თუ მოეწყობა, არ არის აუცილებელი კვირაობით, თვეობით, ეს დრო მე ვფიქრობ, რომ არც დაჭირდება ამ პროცესს, მოეწყობა 1 საათიანი, 2 საათიანი გაფიცრებით, რის უფლებაც კონსტიტუციით მათ აქვს. თავარი არის, რომ ყველანი ვართ ერთად, ოპტიმისტურად განწყობილი და მე-20 დღეს ხედავთ, რომ ათასობით და 10,000-ობით ადამიანია. რუსთაველზე კვლავ ბევრი ადამიანია და სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა პოლიტიკური წამსის ადამიანი არის შეკრებილი. მიუხედავად სიცივისა და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ხო, დღესასწაულები მოდის, ახალი წელი მოდის, სამწუხაროა, რომ ქართველებს ახალ წელს პროტესტში გვიწევს გატარება. 31 დეკემბერსაც უკვე დაანონსდეს ფათაშორის აქცია, ახალგაზრდები აპირებენ ახალი წლის აღნიშვნას. მშვენიერი იდეაა, მივესალმები ამ იდეას, მაგრამ ვისურვებდი, რომ ახალ წელს 31 დეკემბერს აქ სიხარულით შევხვდეთ და არა აქციის მოთხოვნით. არამედ მე იმედი მაქვს და მე ვისურვებდი, რომ 31 დეკემბრამდე ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და შემდეგ ყველა ერთად საზეიმო განწყობით შევხვდეთ ახალ წელს. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, ჩემთან ერთად არის ასევე გიორგი გახარიას თანაგუნდელი ზაზა თავაძე. ჩვენ ვხედავთ, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადადის უკვე დასავლეთი სანქციების ახალი ტალღაც ვიხილეთ ევროკავშირის მხრიდან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მწვავე განცხადება გაავრცელა, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უახლოეს მომავალში დაწესდება მორიგი სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ. ხედავთ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა დღეს ქვეყანა და ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის დასავლეთის მხრიდან ქართული ოცნება. ასევე ხედავთ ქვეყნის შიგნითაც, ხო, რა სიტუაციაც არის, უწყვეტი პროტესტი. დღეს არის უკვე მე-20 დღე აქციების. რა გაგრძელებას ელოდებით თქვენ? დღეს მე-20 დღეა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იმ პროტესტის, რასაც ქვია ქართველი ხალხისთვის არჩევნების მოპარვა ბიძინა ივანიშვილის მიერ. და ქართველი ხალხი ურყევად ამ უწყვეტი პერმანენტული პროტესტით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ამ არჩევნების მოპარვას ბიძინა ივანიშვილს არ შეარჩენენ. ისინი არიან თავისუფლების მოყვარე ხალხი, ჩვენ აქ ვდგევართ უკვე მე-20 დღეა და ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება შეუმჩნეველი როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ, ასევე იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არ იყვნენ თქვათ პირობითად 28 ნოემბერს აქ ჩვენთან ერთად და დგანან უკვე დღეს, ყველა პროფესიის ადამიანები. ასე რომ ეს ჯანსაღი პროტესტი, ეს კონსტიტუციურ ფარგლებში პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ეს გამოიღებს იმ შედეგს, რომ დაინიშნება აუცილებლად მოუწევს ივანიშვილის ახალი არჩევნების დანიშვნა და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც აქ რუსთაველზე მათ დააკავეს არალეგიტიმურად და არაკანონიერად. მადლობა დიდი, ჩვენ შეგვიძლია ასევე გავესაუბროთ სოფო გოლეთიანს, რომელიც ასევე იმყოფება რუსთაველის გამზირზე და იღებს მონაწილეობას ამ პროტესტში. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? ახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს ქართულ ოცნებას? მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას არ ახსოვს მსგავსი საპროტესტო აქცია, იმიტომ არ დარჩენილა არც ერთი ასაკის, არც ერთი პროფესიული ნიშნით ადამიანები, ვინც არ გამოდიან ამ 20 დღის განმავლობაში და თავის გულწრფელ პროტესტს
და სურვილს ახალი არჩევნების დანიშვნის აპროტესტებენ და პირველ რიგში რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც არიან გმირები ყოველას თვალში. იმიტომ სამაგალითონი არიან, როგორც განან წინა ხაზზე და რა ვიცი, თავის ქვეყანის თავგანწირვისთვის ჯიან ამ ხალხს. იმ ქვეყანაში, სადაც უტყამენ ახალგაზრდებს, სადაც თავისუფალ მედიას სიტყვას უხშობენ, იმ ამოცემლობაში ეს ეგრეთ წოდებული ივანიშვილის რუსული ხელისუფლება და რეჟიმი ვერ დარჩება. ამიტომ ახალი არჩევნები გარდაუვალია. მადლობა დიდი. მოკლედ ასეთ ვითარება ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირზე ემატებიან აქ ადამიანები, როგორც თქვენ ხედავთ, ძალიან დიდია მათი რაოდენობა და ისინი არ აპირებენ დაშლას. სრული კონსენსუსია, რომ ისინი იბრძოლებენ ბოლომდე, იქამდე ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა არის, რომ ქართულმა ოცნებამ დანიშნოს ახალი არჩევნები და ასევე ისინი ითხოვენ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას, აცხადებენ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც დააკავეს აქციებზე, არიან რეჟიმის ტყვეები.